გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას ახალი სახლი და სივრცე, რომელიც დღეს უნდა გარდაგვხსნათ, ძალიან საინტერესოა იმით, რომ ძალიან ჩვეულებრივია. ეს არის ძალიან კარგი ფორმის 4-კუთხედი ოთახი, სტანდარტულზე ცოტა მაღალი ჭერით, თეთრი კედლებით, კარგი იატაკით. გვაქვს ძალიან ლამაზი მაღალი ფანჯარა, თუმცა სინათლე ძალიან ბევრი სამწუხაროდ არ შემოდის, ვინაიდან სახლი რაღაცა უცნაურ კედელთან მდებარეობს. შესაბამისად, სინათლის პრობლემა აშკარად მოსაგვარებელია. ეს სივრცე უნდა გახდეს საინტერესო და დიზაინერული და ამაში დაგვეხმარებიან საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის პროგრამის სტუდენტი ვანო გვენცაძე და მისი მენტორი ნინო მანჯავიძე. ეს არის აბსოლუტურად ისეთი თეთრი ფურცელივით სივრცე. თან თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ თან არაფერი არ არის. პირველ რიგში ალბათ უნდა გავითვალისწინოს ის არსებული დეტალები და ელემენტები, რაც ინტერიერში დაგვხვდა. ყველაფერი უნდა შეერწყას უკვე შემდეგ ჩვენს მიერ მოფიქრებულ და შემოთავაზებულ ინტერიერს. ხასიათის შემოსატანად ამ ოთახში ფერის გარდა რა შეიძლება რომ გამოვიყენოთ? გარდა უკვე ავეჯისა, საინტერესო იქნება დეკორის დამატება, შეიძლება იყოს ეს შპალერის სახით, ან მოლდინგების სახით. სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანად ახლა განათების სისტემა გადავაკეთოთ, ვინაიდან აქ უკვე რაღაცა ერთი ეტაპი, ვთქვათ, რენოვაციის დასრულებულია. მაგრამ გვაქვს ორი საინტერესო წერტილი. ანუ გამოდის, რომ ამას უნდა მოვერგოთ, ხო, რაღაცნაირად. ეს გვანახობს ზონირებას, დაახლოებით ზონირებას და ალბათ გვიკარნახებს ავეჯის განლაგებასაც. ამ შემთხვევაში არ შემიძლია თქვა, რომ დემონტაჟი დავიწყოთ თქო, მაგრამ მუშაობას უნდა შევუდგეთ უკვე, ხო? კი, შეგვიძლია შევუდგეთ. მგონია, რომ საჭიროა უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ თავად პროცესის შესახებ, ცოტა რამ ჩვენ თავადაც ვისწავლოთ. ამისათვის მოვედით კნაუფის სასწავლო ცენტრში, მოგახსენებათ კომპანია კნაუფი უკვე 22 წელიწადია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და მან ჩამოაყალიბა ესეთი სასწავლო ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს აბსოლუტურად ყველას შეუძლია მოვიდეს და ისწავლოს ყველაფერი ხელობის შესახებ, ყველაფერი მასალების შესახებ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ უფასოდ. რამდენად ხშირად ყოფილა, რომ თქვენ ცდილობთ რაღაცა აუხსნათ ხელოსანს და ხვდებით, რომ პრაქტიკულად ორ განსხვავებულ ენაზე საუბრობთ, ან სხვა პლანეტიდან არის. ამიტომ ალბათ საჭიროა, რომ ჩვენც გავერკვეთ ცოტა ტერმინოლოგიაში. მე მქონდა უკვე შემთხვევა, თქვენ ახსენეთ რაღაც C პროფილი, B17 და უცებ მე მივხვდი, რომ რა B17, რა C პროფილი, ვერაფერი ვერ გავიგე. და ეხლა მე ვეცდები, რომ თქვენთან ერთად ცოტათი მაინც გავერკვე იმაში, თუ თავაში მოყავს შემთხვევაში პროფილებს, როცა ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ პროფილებს, რაში გვჭირდება, რა განსხვავებაა მათ შორის? აი აქ წარმოდგენილი პროფილებიდან ეს პატარა სეგმენტია, რაც კნაუფს აქვს პროფილები. ეძახიან CD, UD, CV და UV პროფილები. აი ეს უცხოენა დაიწყო. აი რაშია საქმე? მაგალითად, ეს ტიხრის პროფილებია. აი ესენი, რომლებიც დგარის პროფილები, ამას ეძახიან C პროფილებს. აი რო შეხედო, აი C-ს ხო გავს აქედან? კი ბატონო. რა მარტივად ყოფილა საქმე. და აი ეს არის მიმართველი პროფილი. აი ეს გავს U-ს. იმიტომ რომ გერმანულად კედელი თურმე იწყება W-ზე. და ჭერი იწყება D-ზე, D-კე. ჩვენ აღარ იმიტომ რომ ჭერზე, ასე ჭი პროფილი უნდა დაგვერქმია და არ ვქენით ეგ. უნდა ამიხსნათ ახლა, გავიგე, ჭერის პროფილი ეს არის მიმმართველი. რას ნიშნავს მიმმართველი? მიმმართველი იმას ნიშნავს, რომ მაგალითად პერიმეტრზე ვამაგრებთ აი ამ D პროფილს. გარშემო. ხო იმ სიმაღლეზე, რამ სიმაღლეზეც გვინდა. კი და ბატონო. აი ამას ვაყენებთ შიგნით მერე. ფილა შურუპდება აი ამ C პროფილზე. რატომ არის იგივე ტიხრის ასაწყობი პროფილები განსხვავებული ზომის და სიგანის? ეგ არის იმიტომ რომ სხვადასხვა სიმაღლის კედელი არის დასაშვები რომ გააკეთო რომელიმე ერთი კონკრეტული პროფილი. სწორედ გავიგე, რაც უფრო მაღალია ჭერი და რაც უფრო მეტად გვინდა რომ დავტვირთოთ მაგალითად ეს შიდა სივრცე დაქცევით. მაშინ გვჭირდება მით უფრო განიერი პროფილი. მაგალითად ვაკეთებთ კედლის მოპირკეთებას, ხო? სულ სამი ვარიანტი გვაქვს. შეიძლება
შეიძლება წებოზე გაკეთება, მარტო ფილა პირდაპირ წებოთ მაგდენ ყოველგვარი რკინების გარეშე. მეორე ვარიანტია, რომ აი ამ ჭერის პროფილებით ვაკეთებთ კედელს. ასეთი ეს არის პირდაპირ საკითხს ვეძახით, ეს მაგდება კედელზე და შესაბამის ადგილას გაასწორებ. არის ვარიანტი, რომ ვაკეთებთ ტიხრის პროფილებით. უბრალოდ კედელთან რაც შეიძლება ახლოს ვამაგრებთ მიმართველ პროფილს, უპროფილს და მერე შიგნით ვაყენებთ აი ამ დგარის პროფილებს. ასევე არის ტიხრის პროფილებიც. CV და UE. იმის გარდა რომ ამით შეიძლება ტიხრების აგება და კედლის მოპირკეთება, შეიძლება ასევე ჭერის გაკეთება. როდესაც ძალიან დიდი მანძილი არ არის კედლიდან კედლამდე, მიმართველი პროფილი მაგრდება კედელზე და ეს დგარის პროფილები ჰორიზონტალურად თავსდება ამ მიმართველებში და შესაძლებელია ჭერის შეკიდება. ამ კონსტრუქციის განუყოფელი ნაწილი, კერძოდ კი ეგრეთ წოდებული პროფილი არის წარმოდგენილი ყველგან და ჩვენ ცოტათი მაინც გავერკვიეთ იმაში, თუ რა განსხვავებაა მათ შორის და რა შემთხვევაში ვიყენებთ მათ. პროგრამაში შესაძლებელია რომ შევარჩიოთ ტექსტილით, შესაძლებელია რომ შევარჩიოთ ფარდაც, შესაძლებელია რომ შევარჩიოთ ასევე სხვა დეკორის მნიშვნელოვანი ნაწილები, რომლებიც დაგჭირდება ოთახში, განათება მათ შორის მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, სწორედ აი იმ დასრულებულ ხასიათს მისცემს ოთახს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ. რა შეიძლება იყოს ესეთ ფუშფუშა საყვარელ ლამაზ ფერის ნატურალური ნაწილისგან შეკერილი ბარის და უკეთესი რომელიც ესე პირდაპირ გეძახის, რომ ჩაიხუტოთ ბალიში და ტექსტილი არის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ისეთ ოთახში, როგორიც არის მისაღები. ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რომ რა შუაშია მისაღები და ბალიში, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ბალიში, რომელზეც ჩვენ გვძინავს. ეს არის ისეთი ბალიშები, რომლითაც ჩვენ დეკორს ვაკეთებთ. შემოგვაქვს ფერის აქცენტი, ვახალისებთ ყველაფერს, მოგბეზრდა ძველი სოფა, აღარ მოგწონს მისი ფერი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შეცვლა არ არის მარტივი. შევცვალოთ ბალიშები. ყველაფერი შეიძლება დამერწმუნეთ. აქ არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიანტი და მე და ვანო ვეცდებით, რომ ჩვენი მისაღები ოთახისთვის რაღაცა ფერის აქცენტები შევარჩიოთ. იქიდან გამომდინარე, რომ კედლები გადავწყვეტეთ გავუკეთებინა ცივ ფერებში, რათა ოთახი გამოჩენილი უფრო ნათელი. გადავწყვეტეთ, რომ აქცენტი გავუკეთებინა დეტალებს და ბალიში გადავწყვეტეთ, რომ გავუკეთებინა უფრო ცოცხალ მკვეთრ ფერებში, რა თქმა უფრო ხასიათი შემოეტანა ინტერიერში. ჩვენ ასევე გვექნება ლამაზი ბუხარი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია. როცა ოთახში ჩნდება ბუხარი, მე მგონი, ბევრი რამ ამ ბუხარზე უნდა აეწყოს. აი, ვეცადეთ, რომ სწორედ ამ ბუხრისთვის მოგვერგო, შემდეგ უკვე ინტერიერი. ჩვენ ვართ ესი მაღალი ლამპების ტყეში. მე და ვანო და ვფიქრობთ იმის შესახებ, რამდენად შესაძლებელია მსგავსი ტიპის განათება გამოვიყენოთ ჩვენს ინტერიერში და რატომ გვჭირდება აი ესეთი განათება, ამასაც აქვს მნიშვნელობა. დიახ, იქიდან გამომდინარე, რომ ჭერში გვაქვს ორი დენის წყარო უკვე. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ დამატებითი დენის წყაროები დავამატოთ ინტერიერში, ამიტომ გვაქვს სხვა ვარიანტი სამაგიეროდ, რომ დავამატოთ იატაკის ლამპები, რაც უფრო საინტერესოს გახდის ინტერიერს, გაალამაზებს. ნატურები თავისთავად უკვე როგორ ლამაზები გახდა, ხო, შეიძლება ნატურა იყიდოთ, მაგალითად ვარსკვლავის ფორმის, ან ძალიან დიდი გამჭვირვალე ნატურა, რომელიც ცოტათი ძველმოდური ნატურის ძალიან სასიამოვნო თბილნათებასაც იძლევა. ძალიან მარტივი გრაფიკული ესეთი კარგი სანათია, თუნდაც იმიტომ რომ მოძრაობს, შეგიძლიათ დაინათო რაღაცა დივანთან კუთხეში დადო და წიგნის კითხვისთვის მოიმარჯვო და წაიკითხო. ფეხზე დასაყენებელი ლამპები ყოველთვის კარგი ვარიანტია. ძალიან საინტერესოა ეს ორი ვარიანტი, რომელიც მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მინიმალისტურ სტილში გვინდა ინტერიერი, ვფიქრობთ ძალიან შეეხამება და მის ხასიათში ჩაჯდება ეს იატაკის ლამპები. საბოლოო არჩევანს რას გავაკეთებთ, ამას მალე გავიგებთ, მაგრამ არის საშუალება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ გვაქვს ბრის დამონტაჟების საშუალება სახლში, რომ განათება გავხადოთ მრავალშრიანი და ეს არ იყოს მოთავსებული მხოლოდ ჭერში. სამღერო სამუშაოები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი სახლის რემონტის პროცესში. აქედან გამომდინარე, უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიტანოთ საღებავი სწორად ზედაპირზე. აუცილებელია სამღერო სამუშაოების დროს
მომზადდეს ზედაპირი უნდა მომზადდეს ჯერ გრუნტის დატანით პირველ ეტაპზე და შემდეგ უკვე გრუნტის გაშრობის პროცესის შემდეგ, რაც სჭირდება 8 საათი, გრუნტის გაშრობის შემდეგ კეთდება უკვე საღებავის დატანა უშუალოდ. საღებავის დატანის დროს აუცილებელია იქნეს გაკონტროლებული თუ რა ტემპერატურაა სამუშაო პროცესში. ტემპერატურა აუცილებელია იყოს +5 გრადუსიდან 35 გრადუსამდე, რადგან სრულად მოახდინოს საღებავმა ათეზია ზედაპირზე და იყოს გამჯდარი იმ ფაქტორის მისაღებად, რა ფაქტორას ველოდებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კიდევ გრუნტის დატანა, იმიტომ რომ მივიღოთ იდეალური ფერი, თუ შეფერილი საღებავი თქვათ მით უმეტეს იმ შემთხვევაში, მივიღოთ იდეალური ფერი, რადგან არ მოხდეს საღებავის აჭრა და სხვა ტონალობაში გადასვლა შეკვეთილი ფერიდან გამომდინარე. ასევე არის ძალიან დიდი განსხვავება თუ როგორ საღებავს გამოვიყენებთ ინტერიერს, თუ ექსტერიერს, ეს უნდა შევარჩიო თავიდანვე, რადგან ეს არის სილიკონის შემცველობით საღებავი, ფასადზე ვამუშავებთ აუცილებლად სილიკონიან საღებავს, რადგან ქონდეს უფრო მეტი მედგრადობა და იყოს ხანმედეგი, ასე რომ ვთქვათ. ინტერიერში კი არსებობს სპეციალური ანტიბაქტერიული საღებავები, არსებობს სპეციალური ბავშვთა ოთახისთვის საღებავები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ წინასწარ, სწორად შევარჩიოთ ეს ყველაფერი. კომპანია Design House ბაზარზე უკვე მრავალი წელი არის. ჩვენ გვაქვს ელექტრობუხრების ფართო არჩევანი. შემოგვაქვს როგორც ირლანდიიდან, ისე ამერიკიდან, ჩინეთიდან. ეს არის ძალიან კომფორტული, იმიტომ რომ არ ჭირდება მას მონტაჟი. უბრალოდ დენის წყარო ჭირდება, არის გათბობით, არის გათბობის გარეშე, არის სხვადასხვა ზომებში, სხვადასხვა დიზაინში. როგორც შეშის ეფექტი აქვს, ასევე არის კრისტალიანი ეფექტები, რომელიც დიზაინში ძალიან კარგად ჯდება. აქვს გარანტია, ზოგს 1 წელი, ზოგს 2 წელი. ჩვენი კომპანია არის შემომტანი და აქედან გამომდინარე, ბევრი კომპანიას ვამარაგებთ ჩვენი ბუხრებით. ყოველ წელს ახალ კოლექციას ვამატებთ, რაც არის მსოფლიო ბაზარზე ჩვენთვის ხელმისაწვდომი არის. ამ ბუხრის მონტაჟი არის ძალიან მარტივი და მოპირკეთებაც აგრეთვე, ნებისმიერ მასალაში, გიფსოკარდონი იქნება, ხის მასალა იქნება, კედელში შეიძლება ან დაკიდება, ჩამონტაჟება, შეზღუდული არ ვართ, რაც გვინდა დიზაინში რომ გავაკეთოთ, მარმარილოში იქნება ეს თუ სხვა მასალაში. პრობლემას არ ქმნის აბსოლუტურად არანაირს. დიზაინი აქვს ისეთივე როგორც ნამდვილ ბუხარს და თან არ ჭირდება საკვამური და პრობლემებს არ ქმნის. ბუხარი, რომელიც დიზაინერმა შეარჩია, ძალიან უხდება თანამედროვე სტილს და აქედან გამომდინარე ჩვენს გადავწყვეტეთ ასე რომ ეს ბუხარი იქნებოდა უფრო ლამაზი დიზაინში და დიდი იმედი გვაქვს ამის. ნებისმიერი სტილის ბუხარი არის ხელმისაწვდომი ჩვენ შოურუმში, სადაც შეგიძლიათ მოგზავნდეთ, გვეწვიოთ და შეარჩიოთ. ალბათ გახსოვთ ეს ოთახი იყო აბსოლუტურად თეთრი, რაღაც სტერილული ყუთი მე ვიტყოდი, იმიტომ რომ თეთრი ფერის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ ეს რაღაცა სახასიათო, საინტერესო სივრცე გამხდარიყო. რაც ჩემი აზრით, დიზაინერის ჩანაფიქრის მიხედვით ნელ-ნელა ხორციელდება და უკვე ვატყობ, რომ ეს ყველაფერი გამოვა. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ღებვის აი ამ უცნაურ მეთოდზე მინდა გავამახვილო ყურადღება. კერძოდ კი, ამ შემთხვევაში კედლები შეღებილია ლურჯის სხვადასხვა ტონალობით. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს მუქი ფერის კედელი, ჩემს უკან უფრო შედარებით ღია ფერის კედელია, მაგრამ კუთხეში ამ ტონებმა ადგილი იცვალეს. ამის ხარჯზე ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ რაღაც საინტერესო ტიპის კედელი მივიღეთ, არამედ ვიზუალურად, როდესაც გახარ ოთახში, იქნება შთაბეჭდილება, უბრალოდ თვალი ტყურდება, რომ აი ამ კუთხეებში დამატებით კიდევ რაღაცა პატარა სამკუთხედი ნიშაა შექმნილი. ჩვენ ყოველთვის ვებრძვით ორდინალურ, ჩვეულებრივ სივრცეებს, იმიტომ რომ გვინდა რაღაცა განსაკუთრებულის მოწყობა. იმისთვის რომ ჩვეულებრივ სივრცეში მოთავსებული ჩვეულებრივი თეთრი რადიატორი უფრო საინტერესო გაგვეხადა, ის შევღებეთ, ამაში კომპანია კაია დაგვეხმარა და ახლა ის საინტერესო ნაცრისფერია, რომელსაც თითქოს რაღაცა ვერცხლისფერი ელემენტები დაკრავს.
კომპანია Bautec Georgias სამუშაო ჯგუფმა დიზაინერისგან მიიღო შემდეგი ტიპის სამუშაო დავალება. ეს იყო აღნიშნულ სივრცეში კედლების ღებვა, სპეციალური ბუტაფორიული მოლდინგების მონტაჟი, ასევე ელექტროკომუნიკაციების შეცვლა, კონკრეტულად კი ორი სანათის დამატება. ხშირად ხდება, რომ საქართველოში გარკვეული სამუშაოების შემდეგ სამუშაო ჯგუფი არ უფრთხილდება სხვა ადამიანის მიერ შესრულებულ სამუშაოს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფმა მოახდინოს სივრცის შეფუთვა და გაუფრთხილდეს სხვის მიერ გაკეთებულ სამუშაოს. ეს არის აუცილებელი სტანდარტი, ვინაიდან დამკვეთს არ მოუწიოს ერთი და იგივე სამუშაოს ორჯერ შესრულება. დორემიში პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დაგვხდებათ გამოცდილი კვალიფიციური გუნდი, რომელიც ზუსტად გაიგებს თქვენს საჭიროებას და მაქსიმალურად თქვენზე მორგებულ პროდუქციას შემოგთავაზებთ. 5 წლიანი გამოცდილება გვაძლევს ამის საშუალებას და ასევე ჩვენი ადგილობრივი წარმოება, რომელიც ფაქტობრივად ყველა მომხმარებლის სურვილს აკმაყოფილებს, ყველანაირი დიზაინის, ზომის, ფერის, კარი შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენთან ადგილობრივად საქართველოში წარმოებული. გვაქვს საგარანტიო მომსახურება, ასევე საგარანტიოს გასვლის შემდეგ მომსახურება. პირველ რიგში, რაც ჩვენი დაკვირვებით ადამიანებს აძლევთ იმის საშუალებას, რომ შვიდად იყვნენ სანამ მათი პროდუქცია სახლში მიუვათ და დამონტაჟდება, ეს არის გაწეული კონსულტაცია, მომსახურება და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, გათვითცნობიერება ჩვენი მომხმარებლების თუ რას უკეთავენ, როგორ უკეთავენ, რანაირად უკეთავენ. გვაქვს ასევე ტიხრები ოთახშორისი, როგორც MDF-ის, ისე ალუმინის, სხვადასხვა სახის ფრამუგები, საპირეები, რომელიც შეიძლება ინდივიდუალურად მოუნდეს მომხმარებელს. მედეცამა ახალი სახლის დიზაინერმა ჩვენთან ერთ-ერთი პროექტისთვის შეარჩია კლასიკური დიზაინის კარი, რომელიც ზოგადად წლებზე მორგებადი პროდუქცია არის. ადგილობრივი კარი ზოგადად მისთვის საინტერესო იყო, იმიტომ რომ შეგვიძლია შევთავაზოთ აბსოლუტურად ნებისმიერი ზომა, ნებისმიერი დიზაინი და ამასთანავე ნებისმიერი ფერის შერჩევა მომხმარებელს. დიზაინის მიერ შერჩეული კარი მზადდება ჩვენთან ჩვენს წარმოებაში. შესაძლებელია ნებისმიერი ზომის, დიზაინის თუ ფერის კარის დამზადება და იმედია ჩვენს მიერ შერჩეული ეს კონკრეტული პროდუქტი მოუხდება ინტერიერს. ჩვენი მისაღები ოთახისთვის ავეჯი მაღაზია მისაში უნდა შევარჩიოთ და დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება რთული ამოცანა, ვინაიდან მაღაზია მისა, რომელიც ხოთაშორის შვედურად ნიშნავს სიმყუდროვეს, ეს არ არის მხოლოდ ავეჯი, ეს არის ავეჯი, აქსესუარები, ჭურჭელი, მოკლედ ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს დასჭირდეს ყუდრო სასიამოვნო სივრცის შესაქმნელად. მაღაზია მისა მულტიბრენდული მაღაზია, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ რამდენიმე კომპანიის ავეჯი იყიდება. IKEA, Bloomingdale, Red Edition და HK Living, ეს არის ალბათ ის ბრენდები ძირითადი, რომლის ავეჯსაც თქვენ ამ მაღაზიაში აღმოაჩენთ. აბსოლუტურად ყველაფერი ამ მაღაზიაში ევროპიდან ჩამოდის, მათ შორის ანტიკვარიატიც, იმიტომ რომ სულ ახალხანს დაემატა კიდევ ერთი სივრცე, სადაც შეგიძლიათ ძველი ძალიან საინტერესო ნივთები შეიცინოთ. ეს არის ჩემი საყვარელი კარადა ამ მაღაზიაში. ამ ბოლო დროს მასალა რატანგი უაღრესად პოპულარული გახდა. ანუ გარდა იმისა, რომ ეს მართლა ძალიან დახვეწილი, ძალიან ლამაზი კარადა, ელეგანტური, ეს ორი ფერი, მისთი ნატურალური ხისფერი და შავი ძალიან უხდება ერთმანეთს. უაღრესად ლამაზია ეს ოვალი, რომელიც ოთხკუთხედში არის მოთავსებული, პატარა ოქროსფერი სახელურები, ყველაფერი ძალიან მომწონს ამ კარადაში, მაგრამ გარდა ამისა, არის ძალიან სასარგებლო
იმიტომ რომ რატანგი სუნთქავს, ჰარი მოძრაობს, ეს არის გარდერობი და თქვენი ტანსაცმელი ძალიან დიდ მადლობას გეტყვით და თქვენი ინტერიერიც, იმიტომ რომ მართლაც ლამაზი გარადაა. კიდევ ერთი ნივთი, რომელიც დაწუნებული ვარ აბსოლუტურად ყველა ტიპის დიზაინის მქონე მისაღებ ოთახს დაამშვენებს, ეს ძალიან კომფორტული ტახტია. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი სადა დახვეწილი ფორმა აქვს, ეს ლამაზი ლიმონისფერი, იმდენად დიდი სიცოცხლის ენერგიის შემომტანი იქნება ნებისმიერ ოთახში, რომ დარწმუნებული ვარ, ეს სივრცე გახდება ოჯახის შეკრების საყვარელი ადგილი. თუ ვიღაცას მოსწონს ცოტათი უფრო მეტი ექსტრავაგანტულობა და მაგალითად არ ეშინია რომ ესეთ ლამაზ დახვეწილ შავ მაგიდას შეუხამოს ოქროსფერის კამები მეტალის მე მგონი ძალიან საინტერესო გადაწყვეტა შეიძლება აღმოჩნდეს და სახასიათო. ექტორბი ეს მოდელი უკვე მართლაც ლეგენდარულია, ვინაიდან ალბათ არ არსებობს IKEA-ს მომხმარებელი, რომელმაც ეს კონკრეტული ტახტი არ იცის. ძალიან კლასიკური და ამავე დროს სადა ფორმა აქვს, დიდი ხანია ვაკვირდები მის ევოლუციას და არც ერთ ეტაპზე მას აქტუალობა არ დაუკარგავს. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სიახლე მაღაზია მისასგან, მით უმეტეს აქტუალური, როდესაც საახალწლო სეზონი გვიახლოვდება და ჩვენ არ ვიცით რა ვაჩუქოთ. ეს არის სასაჩუქრე და დაგროვების ბარათი ერთდროულად. თქვენ შეგიძლიათ დადოთ გარკვეული თანხა მისას ბარათზე, აჩუქოთ თქვენ საყვარელ ადამიანს, ის უკვე თავად აარჩევს თუ რისი ყიდვა უნდა ამ მაღაზიაში და შემდგომ ამ ბარათის გამოყენებას გააგრძელებს და ნებისმიერი შენაძენის დროს დაემატება გარკვეული ქულები. ბარათი ორი ფერის არის, თეთრი და შავი, აბსოლუტურად არავითარი განსხვავება არ არის, უბრალოდ დიზაინის შესხვავება, რომელიც თქვენ მოგწონთ, ის შეგიძლიათ აერჩიოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის საშუალება, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეთ თქვენ საყვარელ მაღაზიას. ოთახი დასრულდა, ბაშა მეგობრებო, თეთრი საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, აქვე მინდა დავძინო. უბრალოდ მგონია, რომ დღესდღეობით ეს სივრცე გაცილებით უფრო საინტერესო გახდა ეს ყველაფერი ვანოს დახმარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ამოცანა იყო ის, რომ ინტერიერი მოგვერგო უკვე არსებული დეტალებისთვის, არსებული ელემენტებისთვის, იმიტომ რომ ცარიელ ფურცელზე არ დაგვიწყია ინტერიერის კეთება, შევოდა კარები ჩვეულებრივად და მეორე კარისფერის შესაბამისად მოვარგეთ პირველი კარისფერს და აქედან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ კედლების ფერების მაქსიმალურად მორგებული იყო ამ კარების ფერს. ეს შედარებით პატარა სივრცეა და ღების მეთოდი ერთი ავარჩიეთ, რომ სივრცე უფრო დინამიური გაეხადა, თეთრისგან და ღია ფერებისგან განსხვავებით უფრო მისაღებ ოთახს მყუდროს ხდის და საინტერესოს. ეს შეიძლება ნებისმიერ ფერში გაიმეორო, მათ შორის თეთრშიც, იმიტომ რომ შეიძლება აიღო თეთრი კედელი და კუთხეში მაგალითად გააკეთო შედარებით გატეხილი მონაცრისფრო თეთრი, რომელიც ჭდილის შტაბეჭდილებას შექმნის. ჩვენ გვაქვს შავ-თეთრი საინტერესო ნოხი, რომელიც თითქმის იმეორებს ჩვენი ღებვის მეთოდს. ჩვენ ხედავთ ასევე იატაკის ფრაგმენტს, რომელიც გვერდზე სივრცეში არის და ისიც შავ-თეთრია და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს ორი დეტალი გააზრებულია და სინამდვილეში არ არის შემთხვევითობა. ხო, გადავწყვეტეთ, რომ გავაკეთებინა ესეთი შავი მოგრძო მოლდინგები ბუხრისთვის, შეფუთავდა ბუხარს, უფრო საინტერესოს გახდიდა ამ სივრცეს. გარდა ამისა, შეგვიძლია გამოვიყენოთ დეკორატიული კუთხითაც, თაროდ გამოვიყენოთ წიგნების დასადებად და ასე შემდეგ. ხო, რაც შეეხება ავეჯს, მაქსიმალურად ვესადეთ კედლების ფერისთვის მოგვერგო. ვესადეთ, რომ ეს თეთრი ლაქებით ამოგენათებინა, ასე ვთქვათ, მაგიდით, ქოთნით და თეთრი განათებით. გვაქვს ლამაზი ტორშერის, რომელიც სიმყუდროებსაც მატებს ინტერიერს და თან კედლის და კარის ფერში გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ერთმანეთს შეეხამოს. საპირისპირო მხარეს არის გაჭრილი ღიობი, ფანჯარა და მის სიმეტრიულად გადავწყვეტეთ გავაკეთებინა ორი ცალი ჟან-მიშელ ბლასკიას პოსტერები. ვფიქრობ, მთლიანობაში ერთმანეთს საკმაოდ კარგად ეხამება და ოთახის ხასიათი ჩდება. ამ საინტერესო ფერმა და ღებვის უცნაურმა მეთოდმა, რომელშიც რა თქმა უნდა საღებავი ჯამბო გამოვიყენეთ, ნამდვილად დამატებითი სტრუქტურა და თითქოს სივრცეც შეძინა ამ ოთახს. მაგრამ არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც კიდევ უფრო პროპორციულს ხდის ამ სივრცეს. კერძოდ კი, ჩვენ გვაქვს ძალიან ლამაზი კარი, ვარდისფერი, რომელიც უყურებს ზუსტად ასეთივე ვარდისფერ კარს. გვაქვს ფანჯარა, რომელიც არის გარკვეულწილად სინათლისა და ფერის ლაქა ამ ოთახში, რომელიც პირდაპირ უყურებს საინტერესო პოსტერს, რომელიც
კომპანია Aura მოგვაწოდა და თქვენ შეგიძლიათ მათ Facebook გვერდზე არაერთი ძალიან საინტერესო პრინტი და პოსტერი აღმოაჩინოთ. ფანჯრის ქვეშ განლაგებულია რადიატორი და სწორედ მის მოპირდაპირე მხარეს განლაგდა ბუხარი. მასთან სიახლოვეში განვათავსეთ ძალიან ფერადი, ძალიან ლამაზი, დიდი მცენარე, რომელიც კომპანია Grato მოგვაწოდა. ძალიან ინტენსიური წითელი ფერის ფოთლები მართლა ძალიან მოუხდა ჩვენს ოთახს. რაც შეეხება მოლდინგებს, მე ძალიან მომწონს, რომ ვანომ ამ შემთხვევაში სტუდიო კასაში, რომელშიც დიდი არჩევანია ყველა ტიპის მოლდინგის, ამოარჩია ეს ორი საკმაოდ მოცულობითი ფრაგმენტი, რომელიც ცოტათი თითქოს არადანიშნულების ამ ვებრ გამოიყენა, რაც მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მიყვარს, როდესაც ადამიანები რაღაც ჩარჩოს გარეთ აზროვნებენ და ამ შემთხვევაში ეს არის მოლდინგი, რომელშიც შეიძლება მაგალითად ყველა ტიპის კომუნიკაციის დამალვა და უაღრესად პრაქტიკული და ძალიან კარგი რამ არის, მაგრამ მისი მოცულობა, მისი ტექსტურა, ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, როგორც გაირკვა, რომ თავისუფლად გამოვიყენოთ, როგორც ბუხრის ჩარჩო. რა თქმა უნდა, ამ ოთახის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ფანჯარაა, ვინაიდან ის საკმაოდ დიდია, რაც კარგია, რა თქმა უნდა, მაღალია, თითქმის ბოლომდე ადის ჭერში და ამ შემთხვევაში ფარდამ, რომელიც დამალულია ზედა კარნიზში, თითქოს კიდევ უფრო მეტი სიმაღლე მისცა მას. ფარდის სახლი ბელა, რომელიც ჩვენ ამ შემთხვევაში ამ ფარდის შექმნაში დაგვეხმარა, ძალიან მრავალფეროვანი სერვისით ამახსოვრებს თავის კლიენტებს. მათ შეუძლიათ მოვიდნენ ადგილზე, თვითონ აზომონ სივრცე, ვინაიდან როცა ფარდას ვუკვეთავთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ გავსაზღვროთ სიგრძე, სიგანე, რამე შეიძლება ჩვენ თავად რომ გავაკეთოთ, შეიძლება არ გამოვიდეს ისე ლამაზი. ფარდის სახლი ბელა ამას აკეთებს, ისინი მოდიან, თავად ზომავენ სივრცეს და მე უკვე თავად სახლში მოგართმევენ გამზადებულ ფარდას. ნაჭერი შეგიძლიათ საკმაოდ მრავალფეროვანი კატალოგიდან ამოირჩიოთ. ამ ფანჯარას ჰქონდა ერთი დიდი დაუსრულებელი მომენტი. კერძოდ კი მას არ ჰქონდა რაფა. ამიტომ ჩვენ მივმართეთ კომპანიას Benostone, რომელსაც აქვს ძალიან დიდი არჩევანი ბუნებრივი ქვების და ვთხოვეთ მათ დაემზადებინათ ჩვენთვის შესაბამისი ფანჯრის რაფა. მარმარილო, გრანიტი, ტრავერტინი, ონიქსი ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქვებისა, რომლებიც შეგიძლიათ კომპანია Benostone-ში იხილოთ და შემდეგ უკვე ნებისმიერი დანიშნულებით გამოიყენოთ. კომპანია Benostone შეგიძლიათ იპოვოთ დიღომში, ელიავაზე და ახლა უკვე ახალ დიდ ფილიალში რუსთავში. და როგორც ყოველთვის ამ სივრცეში იდეალური წესრიგი და სისუფთავე დაამყარა კომპანიამ Cleaners-G და ალბათ მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია რემონტის შემდგომ სწორი დალაგება იმისთვის, რომ თქვენი ახალი სახლი მთელი ბრწყინვალებით წარსდგეს თქვენი და თქვენი სტუმრების წინაშე. ჩვენი თავგადასავალი ამ სივრცეში დასრულებულია, მაგრამ მომავალ კვირას კიდევ ერთი ახალი ძალიან საინტერესო სახლი გელოდებათ. ამიტომ აუცილებლად გვიყურეთ.